მეორე და მერვე სახლი ასევე განასახიერებს, ესე ვთქვათ, პრინციპებს, საკუთარ პრინციპებს და შეხედულებებს. ანუ მეორე სახლი არის ჩემი საკუთარი პრინციპები და შეხედულებები და მერვე სახლი არის საზოგადოების, სხვების პრინციპები და გარემოსი. შეხედულებები. როდესაც ხდება ისე, ამ ორი სახლის ბალანსი ზოგადად საპირისპირო სახლების ბალანსი შედარებით უფრო რთულია ყველა შემთხვევაში. და როდესაც არის ძლიერი მეორე სახლი, ესეთ შემთხვევაში მე მაქვს ჩემი შეხედულებები და ესე ვთქვათ, პრინციპები, ამ პრინციპებს მე ვაყენებ უფრო პირველ ადგილზე. ვიდრე საზოგადოების პრინციპებს. ანუ მე უფრო მეტი ორიენტაცია მაქვს ჩემს საკუთარ პრინციპებზე და შეხედულებებზე და შესაბამისად მე უკვე არ ვიღებ, იმ დონეზე არ ვიღებ მერვე სახლის. ანუ სხვა გარემოს შეხედულებებს და პრინციპებს ესეთ დროს ადამიანი ეწინააღმდეგება და არ იღებს გარემოს, ესე ვთქვათ, რაც გარემოში არის მიღებული, კონკრეტულად რა როგორ უნდა გააკეთო მაგალითად, ან რომელ პარტიას მისცე ხმა, ან ნებისმიერი სხვა რამე, რა ჩაიცვა, როგორ მოიქცე საზოგადოებაში, რა ჭამო, რა მოდაში არის, ანუ როდესაც ძლიერი მეორე სახლი გაქვს, არ გაინტერესებს. უბრალოდ არ იღებ. ცალკე საკითხია, რამდენად აგრესიულად ხარ ამის მიმართ განწყობილი სხვა შეხედულების მიმართ. ეს ცალკე თემა არის, იმიტომ რომ მე შეიძლება ვიყო წინააღმდეგი და არ ვიღებდე საზოგადოების ამ კონკრეტულ პრინციპებს და შეხედულებებს, მაგრამ არ ვაპროტესტებდე. ჩემთვის მქონდეს გადაწყვეტილი უბრალოდ რომ მე არ ვიღებ ამ ყველაფერს. თუ არის პირიქით და თუ მერვე სახლი უფრო ძლიერია, ვიდრე მეორე სახლი. ესეთ შემთხვევაში ადამიანი პირიქით არის, ადამიანის პრინციპები, საკუთარი შეხედულებები მოდის საზოგადოებისგან და ესეთი ადამიანი უფრო მარტივად манипуლირებადია, იმიტომ რომ ზუსტად აკოპირებს იმას, რაც აქვს გარემოს. ანუ იცვამს ისე, როგორც გარემოში მიღებულია, აკეთებს ყველაფერს და მოსწონს ყველაფერი ისეთი, რაც გარემოში მიღებულია. იგივენაირად მიყვება მოდას, პოლიტიკური იქნება თუ სოციალური თუ ხელოვნებასთან დაკავშირებული, ყველანაირ შემთხვევაში. ამიტომაც აუცილებელია ამ ორი სახლის ბალანსირება, იმიტომ რომ არ არის კონკრეტულად მეორე სახლი უფრო მნიშვნელოვანი, ან მერვე სახლი უფრო მნიშვნელოვანი, ეს ყველაფერი უნდა იყოს ბალანსში, ანუ საკმარისად უნდა ესე ვთქვათ, იცავდეს საკუთარ პრინციპებს და შესაძლებლობებს, შეხედულებებს და იგივენაირად უნდა პატივსცემდე საზოგადოებაში მიღებულ აზრს და შეხედულებებს. არ არის აუცილებელი ითვალისწინებდე, მაგრამ მინიმუმ პატივს უნდა სცემდე. რაღაცნაირად ეს ყველაფერი უნდა იყოს მეტნაკლებად დაბალანსებული. ნახეთ თქვენს რუკაში როგორ ხდება, უბრალოდ ჯერ რუკა არ ნახოთ, ჯერ უბრალოდ დაფიქრდით თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება, ამ ყველაფერს ცოტა საკუთარ თავში ჩაღრმავება სჭირდება და გულახდილობის უფრო ესეთი გულწრფელობის უფრო მაღალი დონე, რომ რეალურად გააანალიზოთ, რაც თქვენი პრინციპები და იდეები გაქვთ, რამდენად არის საზოგადოებისგან ნაკარნახევი და რამდენად ეს რეალურად მხოლოდ თქვენი არის.